მოგესალმებით მეგობრებო, Arxenio channel და მოცემული ვიდეო გაკვეთილში თქვენ ისწავლით თუ როგორ გავტეხოთ კომპიუტერი. ან როდესაც კომპიუტერი დასულია პაროლით, მასში შევახციოთ ყოველგვარი პაროლის ცოდნის გარეშე. ეს გამომგონდება მაშინაც თუ საკუთარი კომპიუტერის პაროლი დაგვავიწყდება, ან უბრალოდ სადმე მოხვდებით კომპიუტერთან, რომლის ჩართვაც გვინდა, მაგრამ მას ადევს პაროლი. დღეს მე გაჩვენებთ ყველაზე მარტივ გზას, ანუ მიყენია Windows 10, შესაბამისად გადავიღებ Windows 10-ზე და გაჩვენებთ Windows 10-ზე პაროლის მოხსნის ყველაზე მარტივ გზას, სადაც არ გვჭირდება არც არაფერი პროგრამა და ამავდროულად CMD-ც კი არ გვჭირდება. მოდით პირველ რიგში დავადოთ პაროლი ჩვენს კომპიუტერს, მაგალითად ერთიანი და იყოს აქ ორიანი. მოდით ვნახოთ. მე როგორც ხედავთ პაროლი დაიდო, მოდით დავწეროთ რამე, არ შევა. ეხლა რას ვაკეთებ? დავაწვეთ შრიფტს კლავიატურაზე და შრიფტზე ხელის აუშვებლად გადავარესტარტოთ ჩვენი კომპიუტერი. Restart. შეგვიძლია აუშვათ ხელის შრიფტს და დაველოდოთ. შემდგომ შევალთ აი ასეთ მენიუში, შევდივართ აი აქ, შემდგომ აქ და ველოდებით. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს არის ყველაზე მარტივი გზა, ანუ არანაირი პრობლემა, არაფერი ძნელი ამაში არ არის, ძალიან მარტივად კეთდება ყველაფერი. ამას ახლა ვიგაჩვენებთ. ჩაირთოს. აი ჩაირთო მენიუ. ესე იგი ჩვენ რას ვაკეთებთ? ამ მენიუში ვირჩევთ აი ამას, მასტერი изменения пароля, ანუ პაროლის შეცვლის მასტერი, შევდივართ აქ. და ვაყენებთ ახალ პაროლს კომპიუტერზე. ვირჩევთ users, ჩვენს users, ნუ ეს კომპიუტერის ჩართვისას თუ არ იცით, სხვის კომპიუტერზე მაგალითად რა აქვს useri, როდესაც ჩართავთ პაროლის ჩასაწერს რო ამოგიგდებთ, იმის თავზე აწერია სახელი. აი ეს არის მაგალითად ჩემი, რასაც ვიყენებ, ადმინისტრატორის სახელით რო შევიდე და დავაყენოთ ახალი პაროლი. როგორც გახსოვთ, ჩვენ დავწერეთ მაშინ ერთიანი, ეხლა მოდით დავწეროთ ცოტა გრძელი 1 2 3 მაგალითად. 1 2 3. შემდგომ ამას დავკეცავთ და მივცემთ პრადალჟიც. ან უბრალოდ პრადალჟის გვერდზე აწერია კომპიუტერის გათიშვა. გავდიშავთ და ახლა ჩავთავთ, ნუ არც იქ არის პრობლემა. ამ შემთხვევაში გადაადვირთავს კომპიუტერს და თავისით ჩაირთვება ავტომატურად. კომპიუტერის ჩაირთვა, მოდით ახლა ნახოთ აქ რას ვაკეთებთ. ესე იგი, აქ წერთ პაროლს, რაც იქ დავაყენეთ 1 2 3. შემდეგ ვაწვევით OK-ს და ვიმეორებთ პაროლს. წერთ იგივეს და ვაწვევით გაგრძელებას. როგორც ხედავთ, დაგვიწერა პაროლი შეიცვალა, დავაწვევით OK-ს და ჩაირთვა. მოდით ჩაირთოს და შემდგომ დავბლოკოთ ეკრანი და ვნახოთ პაროლი შეიცვალა თუ არა მართლა.
ჩავწეროთ ჩვენი 3-ციფრიანი პაროლი 1 2 3. როგორც გახსოვთ, თავდაპირველად მხოლოდ 1-ციფრიანი დავაყენე, ერთიანი, შემდგომ შევცვალეთ 3-ციფრიანი დავაყენეთ და აი კომპიუტერი ჩვეულებრივ ჩაიგდო. პაროლი შესრულია, ჩვენ შეგვიძლია საერთოდ მოხსნათ პაროლი, არც ესაა პრობლემა. მოხსნა თუ არ იცით, აი აქედან ხდება. საკმაოდ ძველი კომპიუტერი მაქვს და ძალიან ჭედავს, როგორც ხედავთ. შესვლის პარამეტრები. აქ დამიწერა გააქტიურა Windows-ი. აი აქ დავაწვევით. ჩავწერთ ჩვენს მიმდინარე პაროლს, ამ შემთხვევაში 1 2 3 და აქ არ ჩავწერთ პაროლს, დავტოვებთ ცარიელს და პაროლი მოიხსნება კომპიუტერს. ასე შევამოწმოთ. აი, ჩავლებთ პაროლის გარეშე შევიდეთ. ამით ეს ვიდეო დასრულებულია. თუ რამე შეკითხვა ან რაიმე სურვილი გექნებათ, მაგალითად სხვა Windows-ზე გადაღება იგივესი, დაწერეთ კომენტარში და აუცილებლად შევასრულებ.